ჩვენ ვაანალიზებთ ფაქტებს, მთავარ მოვლენებს მოამბესთან და პლუს იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ მოვლენებს ქმნის. ისინი არიან პირველები და პასუხობენ პირველის კითხვებს. მოამბე პლუსი, მოამბესთან. ჩვენი შემდეგი სტუმარი ექსპერტი თანამედროვე ტერორიზმის საკითხებში დავით ჭოჭუა. ბატონო დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო დავით, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თქვენ როგორც ექსპერტს აი ამ საკითხებში სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ მუხლის ამოღება, სადაც საუბარია რომ პირი რომელიც ხელისუფლებას გააფრთხილებს ტერაქტის შესახებ თავისუფლდება სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. თქვენ უსმენდით რა თქმა უნდა ჩვენს წინა სტუმარს და არსი ამ ყველაფრის რა თქმა უნდა უკვე. კი ბატონო, პირველ ყოვლისა მინდა ხაზი გაუსვა რომ ძალიან კარგია, როდესაც ამ თემას ექცევა ყურადღება, საუბარია ტერორიზმზე, იმიტომ რომ ტერორიზმი ეს არის თემა, რომელიც აი სულმუდმივად ფენომენი, რომელიც სულმუდამ იცვლება. შესაბამისად, ნებისმიერი რაც არის, ანუ მის წინააღმდეგ იგივე საკანონმდებლო ბაზა, თუნდაც იგივე კონკრეტული ღონისძიებები უნდა იყოს რეალობის ადეკვატური. ვინაიდან არსებობს ზოგადი ნორმა, რომელიც ამას ისედაც ფარავს, მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან შეიცვალა ან ძალიან გამკაცდა კანონი. პრინციპში იგივე დარჩა. თუ ადამიანს აქვს სურვილი ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან, მას ექნება ამის საშუალება. რომ თანამშრომლობა და საზოგადოების საერთოდ მთლიანად ჩართულობა რაც არის და სიფხიზლე ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აღნიშნულ დარგში. ბატონ დათო, შეიძლება თუ არა აი ამ საკანონმდებლო ცვლილებით ითქვას, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აქტიურდება. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვერ ხედავთ, რომ უფრო მკაცრდება, ხო, ეს ბრძოლა, მაგრამ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უფრო აქტიურდება. კი ბატონო, ამასაც შევეხებათ, როგორი სიტუაცია. ეს არის ერთი კარგი ნაბიჯი, რომელიც არის გადადგმული, როდესაც ხდება საკანონმდებლო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ტერორისტთან ბრძოლა ეს არის რაღაც მრავალპლანიანი, სადაც ძალიან ბევრი მიმართულება არის, ან კონკრეტული საკანონმდებლო რაც არის ცვლილებები პლუს ამას ემატება ეფექტური მუშაობა შესაბამისი ინსტიტუტების იგივე სპეცსამსახურების მიმართ, თუნდაც იგივე მასმედიის მუშაობა. ანუ მასმედიაც სპეციალურად ისე არის, იქ არის სპეციალური ინსტრუქციები არსებობს, რომ მასმედიამ ისე არ გააშუქოს ტერაქტი, რომ მან ტერორისტების კუციტყვიან წისქვილზე დაასხეს წყალი. ძალიან ბევრი სხვადასხვა მომენტი არსებობს. კარგია. მნიშვნელოვნად კარგია, რომ არის ამ ქვეყანაში ამას ესმევა ხაზი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ყველგან ადეკვატურად შეფასებული სამწუხაროდ. რამდენად ადეკვატურად არის შეფასებული საქართველოში? საქართველოში მე როგორც ხედავ რა ინფორმაციაც მაქვს და რასაც უყურებ, ამას აქვს ყურადღება, ძალიან კარგია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შედარებით თქვა შეიძლება რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს. ტერორიზმი არის როგორი, ანუ ეხება ყველას, თქვათ იგივე მშვიდ და წყნარ სკანდინავიას. შარშან იყო ეგრეთ წოდებული ტერორ ალარმი ალ-ქაიდამ გამოაცხადა მთელ ევროპაში, ისეთ ქვეყნებში ვნახე პოლიციის ადგილებში საერთოდ რო არ ველოდი. 1975 წელს იყო ესეთი ცნობილი აქსიომატური ფრაზა: ტერორისტს არ უნდა ბევრი მოკლული, მას უნდა ბევრი მაყურებელი. ესა ბრაიან ჯენკინსის აქსიომატური ცნება. დღეს ეს უკვე აღარ მუშაობს. დღეს იმას უნდა ძალიან ბევრი მოკლული, ბევრი სისხლით, შესაბამისად უფრო ესეთ გრანდიოზული მასშტაბების რაღაცა. ამიტომაც ნებისმიერი რამე მის საწინააღმდეგო კონტრღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და უნდა ვითარდებოდეს, რა თქმა უნდა, როგორც ვითარდება თავად ტერორიზმი იმის საპასუხოდ. ბატონ დავით, მიუხედავად ამისა, რომ თქვენს დადებისად აფასებთ, როგორც მე მივხვდი ამ საკანონმდებლო ცვლილებას, მაინც ყავს კანონპროექტს ოპონენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ტერორისტთან ბრძოლაში უფრო ღირებულია ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოძიებამ თუნდაც ნებისმიერ ეტაპზე მიიღოს დამნაშავისაგან, ვიდრე ტერორისტების ან მათი ხელშემწყობების საბოლოო დასჯა. აი როგორია თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით? ბატონო, ერთი შეხედვით ეს შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ ყოველთვის თუ ჩვენ გვინდა რომ წარმატებული კონტრღონისძიება გავატაროთ, ეს უნდა იყოს აი ძალიან ადრეულ ეტაპზე, სანამ ადამიანი დაიწყებს, იმიტომ რომ ტერორისტები ასე პირველ ძალიან მინდა ხაზი ამას გაუსვა. ესენი არ არიან რაღაცა აფექტში მომუშავე ხალხი. ეს არის კატეგორია ხალხისა, რომელიც ამაზე მუშაობს, რომელსაც აქ წინასწარ განზრახული რაღაცის ჩადენა. იმათმა როგორც წესი იციან თავისი საქმე, შესაბამისად თუ ადამიანს მართლა აქვს სურვილი, ჯობია მან სანამ ის უკვე ამ პროცესს დაიწყებს, თუ პროცესი როდესაც დაიწყება, მერე მისი გაჩერება თუნდაც ეგრეთ წოდებული ინსაიდერისთვის არის ძალიან რთული. ჯობია თუ მას უნდა მართლაც ჭეშმარიტად გადაიფიქროს, აი თავიდანვე ძირში მოკვეთოს ის გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს. აი სადღაც შუაში უკვე მის შეჩერება, იმიტომ რომ შეიძლება იმდენი შემსრულებელი იყოს ჩარეული, რომ ამ ადამიანის მიერ სადღაც შუაში ან ბოლოში გაცემული ინფორმაცია შეიძლება რაღაც მომენტში დამაბნეველიც კი იყოს. დროს სხვა ინფორმაცია გადაფაროს. მოამბის სტუდიიდან თქვენთანაც აქვთ შეკითხვა წამყვანებს, მათ მოусმინეთ.
ბატონო დავით, საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა. თქვენ როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ცვლილება შეამცირებს თუ არა ტერორისტულ დანაშაულს? ცალკე აღებული ძალიან რთულია შეფასება, იმიტომ რომ გარდა საკანონმდებლო ცვლილებისა, პლუს ამას იქ უნდა იყოს ძალიან ბევრი სხვა განზომილება გათვალისწინებული, დაწყებული მოქალაქეების სიფხიზლით დამთავრებული ყველა სხვა ინსტიტუტის შესაბამისი საქმიანობით. მე ერთ რაღაცაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, როდესაც ყველა ჩვენგანს გვინახავს იგივე ვთქვათ ტერაქტის შემდგომი კადრები, რაც იყო მაგალითად მინსკში, ხო? ძალიან დიდ საქმეს ასრულებს ის ხალხი, რომელიც ტერაქტის მერე, შოკის მერე არ გარბის, არამედ რჩება და ეხმარება დანარჩენ მოქალაქეებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა მეხანძრეებისა, პოლიციელებისა, სპეცსამსახურისა და ექიმებისა, ჩვეულებრივი მოქალაქეები შეიძლება ნებისმიერი ჩვენგან, რომელიც ადგილზე რჩება და მეორე მოქალაქეობრივი თვითშეგნების თემაა, ვიდრე რაღაც საკანონმდებლო ცვლილება. ესეც მინდა ვთქვა, ცალკე აღებული საკანონმდებლო ცვლილება ვერ გატარდება სათანადოდ, რაც არ უნდა კარგი არ იყოს, ნებისმიერი თუ ის ადგილზეც არ განხორციელდა ყველა იმ შესაბამისი უწყების მიერ, როგორც უნდა იყოს ისე განხორციელება. ბატონ დავით, თქვენ როგორც ექსპერტს რა შეიძლება და რა შეგიძლიათ ზოგადად თქვათ? რამდენად შეესაბამება ქართული კანონმდებლობა ტერორისტთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტებს? რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, როგორც წესი, როდესაც მიდის ხოლმე ჩვენი კანონმდებლობის დახვეწა, ითვალისწინებენ საერთაშორისოდ აღიარებულ და დანერგილ აპრობირებულ პრაქტიკას. იმედი მაქვს, რომ და სავარაუდოდ ამ სიტუაციაშიც იქნებოდა კონსულტაციები შესაბამის ორგანიზაციებთან, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენზე უფრო მეტი გამოცდილება გააჩნიათ აღნიშნულ საკითხში და მათი მხრიდან უფრო მეტი ძალიან კარგი და უფრო ეფექტიანი რეკომენდაციების შემდეგ იქნებოდა მიღებული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დათო საინტერესო ანალიზისათვის. ეს იყო ექსპერტი თანამედროვე ტერორიზმის საკითხებში დავით ჭოჭუა, მოამბე პლუსი დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს ზუსტად ამ დროს ამავე სტუდიაში არანაკლებ საინტერესო თემის შევხვდებით, ასე რომ ნახვამდის. დიდი მადლობა ეკა, მოამბე პლუსთან ერთად დასრულებულია მოამბეს მადლობა. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, თქვენ კი დარჩეთ პირველზე, ნახვამდის.